ადამიანი დილას უთგება და გამოდის, რა საჯარო სერვისებსაც ის ხდება, არა კერძოს. თითქმის უმეტესობა ან არის თვითმმართველობის, ან უნდა იყოს. შეიძლება კანონში ეწეროს წყალმომარაგება და ხედავთ, რომ შემდეგ ამას სხვა ბევრი კანონი აქვს, იქ რეგულირება ხდება, ამას ლიცენზიანტი უნდა იყოს და ამ შემდეგ და ორი თვითმმართველობის გარდა თუ არ ვცდები. სხვები არ არიან ლიცენზიანტები. სოფლების წლების განმავლობაში დარჩენილი იყვნენ წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი პირის გარეთ. მე არ მეხება იქ ეს პასუხი არ არის. მიწა და ქონება, რომელიც დგას აი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, უნდა იყოს მუნიციპალიტეტი. ვინც არის ამის მესაკუთრე, მას აქვს გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. საშემოსავლო იძლევა ძალიან მკაფიო სურათს. თითოეული დამატებითი სამუშაო ადგილი რაც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, იქიდან გადასახადის ნაწილი შევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში არის საშემოსავლო ერთ-ერთი ანზიარი ან ადგილობრივია. ანზიარი ან ადგილობრივია. ნუ ის რომ საერთოდ არაფერი საშემოსავლოდან იქ არის ირიცხებოდეს, ეგეთი არ არის. დეცენტრალიზაცია რო კიდე უფრო მაღალ ეტაპზე ავიდეს, საკუთარი გზის დაგებაზე სხვასთან შეთანხმება არ უნდა ჭირდება.